მოგესალმებით მეგობრებო და არა მხოლოდ დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი ნოდარ კაპანაძე, სტატისტიკოსი და პროფესიონალი პიროვნება, ვისაც ნამდვილად ესმის ეს საკითხი ძირეულად და გამომდინარე იქიდან, რომ ცხოველი ინტერესი იყო მე და ბატონ სოსოსთან საუბრისას ამ თემაზე მრავალი გამოხმაურება იყო. ზოგისთვის პოზიტიური, იმიტომ რომ გარკვეული იყო, ზოგისთვის ბევრი შეკითხვა დარჩა. და ზუსტად აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენი სტუმარი არის ბატონი ნოდარ კაპანაძე. მოგესალმებით ბატონ ნოდარ. მოგესალმებით თქვენს აღვლელებს. უპრიანი იქნება ალბათ ბატონ ნოდარ დავიწყოთ საუბარი მიგრაციის საკითხით და გავშალოთ ის მაქსიმალურად რამდენადაც ეს შესაძლებელია. და ბრძანეთ მე თქვენ გისმენთ და ჩვენი აუდიტორიაც. მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიგრაციის საკითხს რაც შეეხება, აქ ესეთი რამეა, რომ გაცილებით უფრო დიდი არის ხმაური, ვიდრე ეს პრობლემა რეალურად დგას. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში დღეს ძალიან ბევრი არის ბატონო სოსონა სხვა წინა სტრიმზეც იყო ამაზე საუბარი და 30,000-მდე 25-30,000-მდე სტუდენტი არის სხვადასხვა ქვეყნები და ძირითადად ეს არის ინდოეთი, პაკისტანი, ეს აღმოსავლეთი აზიის ქვეყნები. და ეს რაოდენობა კონცენტრირებულად არის ძირითადად საბედისმეტო უნივერსიტეტში სწავლობენ და კონცენტრირებულად არის ერთ უბანში თავმოყრილი პენტაკლებად და ამას უყურებ ეს ჩანს. მაგრამ რეალურად მდგომარეობა არის თუ არა ასე და ესეთი საგანგაშო ამას უფრო კარგად აჩვენებს მიმდინარე დემოგრაფიული სტატისტიკას და აღწერის მონაცემებს. არანაირი საქართველოს მოსახლეობაში რაღაცა რაოდენობაში რაღაც დრამატული ცვლილება არ არის შემჩნეული, პირიქით გაუარესებისკენაც გვაქვს საქმე გარკვეულწილად, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ეხლა მოდით ვთქვათ, რას ეფუძნება ძირითადად აი ამ განსაცდელისტების და ვაივიშისტების, ასე ვეძახი ამ საზოგადოებას, განსაცდელისტების აი ეს დასტურვა. ეს ეფუძნება რაღაც საკმაოდ ემოციურ ვიდეოს, ემოციების ფონზე გადაღებულ ვიდეოს, მაგალითად რესპუბლიკური საავადმყოფოსთან მაგ შაურმას მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ღამის 2 საათზე ვიდეო, სადაც ძირითადად არიან ინდოელი, პაკისტანელი და ასე შემდეგ წარმომავლობის ხალხი. ეხლა მე როგორც სტატისტიკის სპეციალისტი და შერჩევითი გამოკვლევების სპეციალისტი შემიძლია გითხრათ, რომ ღამის 2 საათზე მაგ შაურმასთან თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე აღებული ნიმუში არ არის რეპრეზენტატიული საქართველოს. ეს არ არის წარმომადგენლობითი შერჩევა და ეს არ არის ტიპიური სურათი. ღამის 2 საათზე ყველა ნორმალური ადამიანების ძირითად ნაწილი ზინავს, ხოლო ისეთ ხალხს, რომელსაც უფრო შედარებით მეტი თავისუფალი აქვს, როგორც არიან სტუდენტები და ასე შემდეგ, თუ ის სტუდენტები, ვისაც თავისუფლად ოჯახები შორეულ ინდოეთში და პაკისტანში ყავთ, თავის თანამემამულეებთან ერთად არიან გარეთკენ ამ დროს. ეს არის ყველაზე უფრო სწორი ახსნა აი ამ ვიდეოსი ჩემი აზრით და ამაზე რაღაც თავკერილის გადახდა და თავზე ნაცრის ყრა ჩემი აზრით არ არის მიზანშეწონილი და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აქედან ერთი ნაბიჯი არის დანაღმულ მინდვრამდე, რომელსაც ქვია რაღაც აი ესეთი აგრესიული განწყობების ჩამოყალიბება აი ამ ადამიანების მიმართ, რა ძალიან დიდი პრობლემა შეიძლება გახდეს. ეხლა მე და თქვენ მეტნაკლებად ერთაობის ხალხი ვარ და გემახსოვრებათ ალბათ 1986 წელს გადაცემა „взгляды“ იყო ეგეთი, ვლადიმერ სვეტოვი იყო ჟურნალისტი და გადაიღო ცნობილი სიუჟეტი იყო, იმ დროს ძალიან ხმაურიანი სიუჟეტი, გურიაში როგორ მოხდა ესა, მაჰარაძეში, ახლანდელ ოზურგეთში, რომ ოჯახმა არ მიიღო ძალი, რომელიც იყო რუსული წარმოშობის და გარდა ამისა იყო ძალიან ესეთი დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის ქალბატონი.
და ოჯახმა არ მიიღო არა იმიტომ რომ რუსი იყო, არამედ იმიტომ რომ დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის იყო. ამაზე შემდგომ აქ ატყდა დიდი ამბავი, ეს გამოვიდა ჩვენი ანტელეგენცია, მე ინტელიგენციას სპეციალურად არ ვახსენებ, იმიტომ რომ ეს ინტელიგენცია არ არის, ეს არის ანტელეგენცია. ჩვენი ანტელეგენცია გამოვიდა გულზე მჯიღების ბრაღუნით, დაიწყეს რაღაცა თემებზე საუბარი და ზუსტად 3 წელიწადში, აქედან 86-დან 99 წელს უკვე მივიღეთ ეთნიკურ ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტები. ანუ გავუძე ესე. ანუ ამ თემაზე ესე წარაუგუნო საუბარი ჩემი აზრით ძალიან საჭირო რამეა და ძალიან არ არის მიზანშეწონილი. მით უმეტეს რომ არანაირი განსაკუთრებული კატასტროფული ცვლილებები და რაღაც ნაკადები საქართველოში არ შეიმჩნევა. ეხლა დავიწყოთ ერთი, დაახლოებით 30000-მდე სტუდენტი არის. არალეგალების გარკვეული რაოდენობაც არის, ეხლა არავინ მოითხოვს არალეგალების რაოდენობის ზუსტი მაჩვენებლის დასახელება, ვინაიდან არალეგალები, იმიტომ არიან არალეგალები, რომ ისინი აღარ ცხოს და საკვლას არ ექვემდებარებიან. ხო, ეხლა შეეხება იმას, კიდევ სხვა რამეს, ნუ საქართველოში ეხლა ტურისტული ნაკადი 2013 წელს იყო პიკი, მერე კოვიდ შიზოფრენიის დროს ეს თითქმის განულდა ეს ნაკადი 2022 წლიდან აღდგენა დაიწყო და წელს უკვე თითქმის 2019 დონემდე არის 19 წლის დონემდე არის მისული ნაკადი. ძალიან დიდი ნაკადია ტურისტებს. და ამ ტურისტებში წარმოიდგინეთ არ არიან მაინც საქართველები რა. ასე რომ იმას რომ საქართველოში სადაც ქვეში საშუალო 600,000 უნიკალური ადამიანი შემოდის, საშუალო თვეში უნიკალური ვიზიტორი. არის ახლავით 600,000. და საქართველოს მასშტაბით ეს რაოდენობა ძალიანაც რომ ჩანდეს და ძალიან ფასაცემი იყოს, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. ეხლა გარდა ერთი არის რომ აი ახლა საიდან არის აი ინფორმაციის წყაროები, რომელია ყველა საიმედო წყარო. ყველა საიმედო წყარო არის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომელიც ჩატარდა 2014 წელს და ახლა 2024 წელს. 2024 წლის პირველი შედეგები უკვე გამოქვეყნებულია, მაგრამ მოქალაქეობის ეთნიკური და სხვა ნიშნებით მონაცემები იქნება მომდევნო წელს თუ ამ წლის ბოლოს გამოქვეყნებული თარიღი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ არის რა აღწერა აქვს თავისი გრაფიკი, თავისი დინამიკა და ეს იმის მიხედვით გამოქვეყნდება. არა იმიტომ რომ ვიღაცას გამოქვეყნება არ უნდა აქ იყოს ნუ საინფორმაციო სივრცეში იყო მოსაზრებები გავრცელებული, რომ სტატისტიკა აღწერის მონაცემებს არ აქვეყნებს, იმიტომ რომ ეშინია, რაღაცა სურათია შეცვლილი, არაფერი მსგავსი არ არის, შეცვლილი დრამატული ცვლილება ნამდვილად არ არის. მაგრამ არის კიდევ ინფორმაციის სხვა წყაროები, მაგალითად არის შინამეურნეობის გამოკვლევა, შეჩევითი გამოკვლევა, რომელიც ყოველკვარტალურად მიმდინარე რეჟიმში მიმდინარეობს უწყვეტად 1996 წლიდან და ახლაც მიმდინარეობს ეს გამოკვლევა. 2024 წლის მონაცემთა ბაზები გამოქვეყნებულია და მათ შორის არის იქ კითხვა რესპონდენტის ეთნიკური წარმოშობის შესახებ. და როგორც მე ამ მონაცემებს ვამუშავებ რეგულარულად და ვუყურებ, არანაირი რაღაც დრამატული ცვლილება არ არის და არ შეიმჩნევა. თითქმის უცვლელია მდგომარეობა. ეხლა ამდენად შემიძლია თქვა საბოლოო რეზიუმის სახით შემიძლია თქვა, რომ ისე არ ჭირს როგორც ხუხს და ეს არ არის ის რეალური პრობლემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას უნდა. ჩვენ ქვეყანას უნდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები და ჩემი აზრით ეს ფახი-ფუხი და ეს რაღაც ალიაკოტი და ორომტრიარი თითიდან გამოწვეული პრობლემები ძალიან სულ სამსახურ წელს რეალურ პრობლემებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, ვინაიდან რეალური პრობლემის საქმიანი განხილვა პრაქტიკულად არ ხდება. ამოვარდნილია დღის წესრიგიდან ეს ყველაფერი. ახლა
აი მაგალითად ესეთი რაღაც ბოლო მონაცემები დემოგრაფიული სტატისტიკის მონაცემები ბოლო მეხუთე წელია რა შობადობას აღემატება სიკვდილიანობის მაჩვენებელი ეს არის კატასტროფა ეს ძალიან ძიმე მდგომარეობის ნიშანია ეს ერთ და ორ დღეში არ მიღწევია ეს არის მრავალწლიანი მიზანმიმართული პრობლემების პროპაგანდის შედეგი ეს არ არის უბრალო ამბავი მოკლედ თუ შეხედავ დინამიკას აი 94 წლიდან მაჩვენებელს თითქმის ყოველთვის შობადობა სიკვდილიანობას აღემატებოდა იყო ერთი მონაკვეთი 2003-დან 2007 წლამდე პერიოდი როდესაც სიკვდილიანობა აღემატებოდა ცოტა შობადობას მაგრამ მე მდგომარეობა თანდათან გამოსულა შემდგომ 2015-2018 წლამდე აი COVID შიზოფრენიის დაწყებამდე უკვე შობადობა არსებითად აღემატებოდა სიკვდილიანობას სხვათა შორის ეს იყო ამაზე ილონ მასკმაც ილაპარაკა ერთ თავის გამოსვლაში სანამ ილონ მასკობდა აი ტრამპის ადმინისტრაციაში რომ იყო მაშინ და ეს იყო ერთ-ერთი მაგალითად მოიყვა ილონ მასკმა თქვა ჯეიდი ვენსმა აღარ მახსოვს ზუსტად ერთ-ერთმა ძალიან სერიოზულმა ფიგურამ თქვა მოიყვა მაგალითი პატრიარქის ინიციატივა იყო ილონ მასკი მასკმა რამაც არის შობადობის ნახტომისებულის და გამოიწვია მაგრამ შემდგომ ეს პატრიარქის ინიციატივა რაღაც მილევადი ეფექტი აქვს ნებისმიერ ერთჯერად ღონისძიებას ხოლო ეს პროპაგანდა რომელიც ახლა თუ შეხედავთ ჩვენს მედია სივრცეში აი კიდე ფილმი იქნება ეს დოქტორი იქნება რა იქნება ყველგან არის რაღაც აი უშვილობის აღვირახსნილი პროპაგანდა მიდის უოჯახობის და უშვილობის აღვირახსნილი პროპაგანდა ყველგან და ყველაფერს ეს ახლა არ დაწყებული ეს უკვე დიდი ხანია რა გაიწყო და სხვათა შორის ამისი შედეგია ისიც რომ კატასტროფულად გზარდია განქორწინებების მაჩვენებელი ქორწინების რაოდენობის დაახლოებით ნახევარია განქორწინების მაჩვენებელი. ახლა ეს ერთდაიგივე წყვილების არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ თეორიულად ყოველი მეორე ქორწინება მთავრდება განქორწინებით. ბოლოში რაც არის ძალიან ძიმე მაჩვენებელი. და გარდა ამისა არის აი ამავე პროპაგანდის ანტისაოჯახო პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კვებითი ინსტრუმენტი არის აი ეს ანტისაოჯახური ძალადობის შესახებ კანონი, რომელიც არის შერჩევითად ანტიმამაკაცური კანონი. და თუ შეხედავთ დინამიკას, შემიძლია ეს მონაცემები გამოვიგზავნოთ სტატისტიკის ვებგვერდზე და ეს მონაცემები კრიმინალურ სტატისტიკაში, სადაც არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა და მოზარალთა სქესის მიხედვით განაწილება და დინამიკას თუ შეხედავთ 2014 წელს მიიღეს ეს კანონი და 2014 წლიდან იწყება ეს ციცაბო აღმავალი ხაზი ოჯახური ძალადობის მუქლით გასამართლებულთა რაოდენობის. და თქვენ წარმოიდგინეთ ეს ერთი არის ვინც გაასამართლებს უშუალოდ ეს ხალხი ეს ერთი მაგრამ ცალკე არის კიდევ აი ამ ამბავის ზეგავლენა უკვე ქორწინებების და შვილების და გაბრავლების დემოგრაფიულ მაჩვენებლებს. დემოგრაფიული მდგომარეობა კი ძალიან არ არის სახარბიელი. ჩვენ ქვეყანაში დგას დემოგრაფიული ზამთარი. საქართველოს უნიკალური შემთხვევა არ არის ამ თვალსაზრისით შობადობის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში შემცირების ტენდენციას ატარებს. განსაკუთრებით ეს ეხება ეწოდებულ თეთრკანიანების ქვეყნებს, თეთრკანიან რასას. ესე არის ევროპის ქვეყნებში არის ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელი და უბრალოდ ევროპოიდებში. ეს ასე არის
ხოლო თუ შეხედავთ დემო ამბოლო დროს ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წელს და თუ შეხედავთ მაჩვენებლებს ჩვენთან 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რაოდენობა არის 5%-ით გაზრდილი. 3 მილიონ 914,000 არის, 3 მილიონ 716,000 იყო წინა მოსახლეობის აღწერა. ეხლა ყველა საინტერესო ის არის, რომ 1999 წლის აღწერით, ანუ ეს იყო ბოლო აღწერა, საბჭოთა პერიოდში ბოლო აღწერა. მაშინ იყო აფხაზეთის და ცხინვალის ჩათვლით იყო 5,400,000 მეტი მოსახლეობა. აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე იყო 4,800,000. და ეს მოსახლეობა ყველა რეგიონში შევიდა, ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში შემცირებულია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს ალბათ, მაგრამ საინტერესო არის შედარება 2014 წლის მაჩვენებლებთან. 2014 წელთან შედარებით სულ რამდენიმე მუნიციპალიტეტია, სადაც მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. კი მთლიანად საქართველოში 5% გაიზარდა მოსახლეობა, მაგრამ ეს არის მოკლედ ყველაზე მეტად მოსახლეობა გაიზარდა ბათუმში, ქალაქ ბათუმის მოსახლეობა, ყაზბეგი, მაგრამ ყაზბეგი პატარა რაიონია, ლენტეხში ეს ის პატარა რაიონია, მარნეულში ეს დიდი რაიონია, ქუთაისში გაიზარდა მოსახლეობა, რუსთავში გაიზარდა მოსახლეობა, მესტიაში, ცხეთაში და გარდაბანში. და დანარჩენი 1-2% იყოს და ხოლო რაც შეეხება შემცირებას, შემცირებაზე აქ რეკორდსმენი შემცირებაში ფარდობითად არის ხულო და შუახევი. ანუ ეს ბათუმის მოსახლეობის და არის აი ამ რაიონები და მიგრაციის ხაზი ძირითადად. ესე იგი ფაქტობრივად მთიდან დაეშვა ადგილობრივი მოსახლეობა. ჩამოვიდი. ხო და ეხლა ეს ერთი არის ეს ტენდენციები როგორიცაა, მაგრამ მეორე საქართველოში მიდის ძალიან მზარდი ურბანიზაციის ტემპი არის ძალიან მაღალი. რამდენად შეუძლია დემოგრაფიულად საქართველოს ამის აწევა, ეს ძალიან საკითხავი საქმეა. არის მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი სტატისტიკოსი, დემოგრაფი, კრიმინალისტი, ფსიქოლოგი და სერიოზული კაცი იყო ჩეზარე ლომბროზო. რომელმაც ჩაატარა ადრე რა ჩაატარა იტალიის ქალაქების დემოგრაფიული კვლევა და აკეთა ესეთი დასკვნა, რომ ქალაქის მოსახლეობის და ხდება ძირითადად არა ბუნებრივი მატების ხარჯზე, არამედ მიგრაციის ხარჯზე. ვინაიდან ქალაქი დემოგრაფიული აღსარბლობის თვალსაზრისით არ არის კარგი გარემო. დემოგრაფიული აღსარბლობა ქალაქებში არ ხდება. ანუ ურბანიზაციის მაღალი დონე შეიძლება თავისუფლად აწიოს და გადაეტანოს ჩინეთმა, მაგალითად, თავისი მილიარდნახევარი მოსახლეობით, ინდოეთმა, პაკისტანმა, დაუშვათ, ბრაზილიამ, ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოს, სადაც არის თავისი 3,700,000 მოსახლეობით, ძალიან ძნელი იქნება, რომ ეს ასეთი დემოგრაფიული ზამთარი გადაეტანოს სპეციალური კარგად დაგეგმილი პოლიტიკის გადაღების გარეშე. ეს ძალიან დიდი პრობლემა არის. ხოლო აი აქ მერე უკვე შემოდის მიგრაციის საკითხიც რა. თუ კი აღარ იქნება მოსახლეობა წმინდა ადგილი ცარიელი არასდროს არჩება და ვიღაცა მოვა. და მე ვახშობთ. ეხლა ის ადამიანები, ვინც ამაზე განსაკუთრებით შფოთავენ, აი დემოგრაფიულ სტატისტიკაზე, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აღონიზებებს თავაზობ. მე სიმართლე გითხრათ, ანალიტიკაზე როცა ლაპარაკობენ, ჩვენთანაც ესეა, მაგრამ თესობლიოში პრინციპში ესეა ძირითადად, მაგრამ მე ჩემი მდგომარეობა მაწუხებს და ამაზე იქიდან გამომდინარე
ვლაპარაკობ. ანალიტიკა ძირითადად შემოიფარგლება იმის აღწერით, თუ რაც უდადაა საქმე. კარგად თუ საქმე ამის თქმა არ შეიძლება, ეს აკრძალულია. კარგად ყოფნა არ შეიძლება. იმის აღწერით შემოიფარგლება, თუ როგორაა უდად საქმე, მაგრამ კარგად როგორ უნდა იყოს, კარგად ჯერეთი რა არის კარგად ყოფნა და შემდგომ როგორ უნდა მივახციოთ კარგად ყოფნას, ამაზე ლაპარაკი მე არავისგან არ შეძლო. რაღაცების მით უმეტეს საუბარი, მით უმეტეს რომ იმან დაწეროს და დაწერილი ფორმით წარმოადგინოს პროგრამა. მე ამაზე მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი იმის, რომ ერთი არის ორი ვარიანტი სულ. ერთი ან წერა არ იციან, არ ეხერხება. ან იციან, რომ ხელნაწერები არ იწვევს ერთი ძლიერი ფორმირებული პერსონაჟის განცხადების თანახმად ხელნაწერები არ იწვევს. ეს დაწერები განიჭებული აზრია, მაგრამ ეს რაღაცებს შეიძლება დასწროს. ახლა თუნდაც ახლა რასაც ვლაპარაკობ, ეს არის მაინც ესე დეკლამაციური ჟანრი, რომელიც საუბარია და მეტი არა. და ესე იგი ამის აქედან გამოსავალს რაც შეეხება ახლა აქედან გამოსავალი არ არის მარტივი. მაგალითად კარგი იყო პატრიარქის ინიციატივა, მაგრამ პატრიარქის ინიციატივას მილევადი ეფექტი აქვს. და ამიტომ ძალიან ესე კარგია, მაგრამ სხვა ორგანიზებების და სხვა თანდევი პოლიტიკის გარეშე ეს ამის ეფექტი მილევადი ეფექტი. რეალურად მე რა მიმაჩნია, რომ არის გასაკეთებელი აუცილებლად საერთო მდგომარეობის და პირველ რიგში მაინც დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მე არ მგონია და არ მიმაჩნია, რომ მაინც და მაინც მატერიალური პრობლემები არის მთავარი განსაზღვრელი ამის. ჩემი აზრით, მთავარი განსაზღვრელი ასეთი მძიმე დემოგრაფიული გაჩვენებლების არის უფრო მეტად მენტალური შემადგენელი. ამიტომ პირველი რიგის აუცილებლობა არის ალბათ განათლების სისტემის რეფორმა არ ქვია ამას. ეს რაც არის, ეს თავიდან ბოლომდე გადასარდები და ახლდან არის ასაშენებელი. სწორად ვთქვათ, განათლების აი საბჭოთა მოდელი რაც იყო, ეს შესანიშნავი მოდელი იყო იმ მოდელის დაბრუნება. და არ არის აუცილებელი, რომ მაინც ახლა სახელმძღვანელოებში მაგალითად ლუი ლენინის ციტირება იყო, მოაშორეს ლუი ლენინის ციტირება და პითაგორას თეორემა, როგორც მაშინ იყო, ისე ახლაც ისე არის. ხო? განათლების სისტემის მიხედვა არის პირველი რიგის აუცილებლობა. აი მაგალითად ახლა მე ხშირად მომყავს ეს მაგალითი და ახლაც იგივეს ვიტყვი. აი მაგალითად ახლა ტრამპის სატარიფო ომების შესახებ ხეს ამასინა. ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო Make America Great Again. ანუ რომელი ამერიკა იყო great ტრამპისაც და ნუ ბევრი ამერიკელის აზრით ალბათ ახლა ამერიკის საზოგადოებრივ არ ვიცნობ, მაგრამ დაახლოებით ხვდები რომ ერთსართულიანმა ამერიკამ აირჩია ტრამპი. და ეს იყო 40-იანი 50-იანი წლების ამერიკა, რომელიც მსოფლიოს სამრეწველო პროდუქციის 50%-ს აზარმოებდა. და არა რეიგანის პერიოდი ყველას გონია, რომ ამერიკის საზოგადოება რეიგანომიკას მისდევს, იმიტომ რომ ყველა მიხვდა, რომ სამოხმარებლო საზოგადოების შექმნა დაღუპა ზუსტად ამერიკა. ყველა მართალი ბრძანდებით მისდევს აი 40-იანი წლების 50-იანი. ფათაშორის რეიგანმა დაიწყო ეს კრედიტების არაუგუნოდ გაშენება სამოხმარებლო კრედიტების. მაშინ რამდენიმე ჭკვიანმა კაცმა თქვა, რომ ესო გაისროსო ძალიან სულად რა. და ნუ მაშინ მე დამწყები ლაჭირაკი ვიყავი საუკუნეობრივი ლიბეროები და მაშინ ქირქილებდით ამას პასუხს. მაგრამ მე გაისროლა რა. აღმოჩნდა რომ ესეთი რამე არის შენელებული მოქმედების ნაღმია რა. ხო და იმას ვამბობ განათლების სისტემაზე. და გადაწყვიტეს რომ დააბრუნოს სამრეწველო სიმძლავრეები, მაგრამ აღმოჩნდა რომ სამრეწველო სიმძლავრეების დაბრუნება მარტო ჩარხების ჩამოწანა არ არის. ამ ჩარხებს კადრები ჭირდება. ის ხალხი, ვის დეტროიტის შანგიან სარტყელში მუშაობდა ჩარხებთან და დაზგებთან, ის ხალხი
ან მოკვდა, ან დაბერდა, ან იმ ჩარხებს აყვა თავის დროზე ეს ინჟინერების ნაწილი, ხო? და ეხლა სამაგიეროდ არიან ისეთი მაღალკვალიფიციური პროფესიის ხალხი, როგორიცაა ძაღლების პარიკმახერი ან რაღაც ესეთი, ხო? და ანუ ეს ჩარხები რომ ჩამოიტანო იმასთან მომუშავე ხალხს განათლების სისტემა არ ამზადებს. ხოლო ჩინეთს თავისი 37 ტრილიონიანი ეკონომიკით, სადაც 32%-ია რეალური სექტორი, 25%-ია დამამუშავებელი მრეწველობა და 7% სოფლის მეურნეობა ამ გიგანტურ ეკონომიკაში. ჩინეთის განათლების სისტემა ყოველწლიურად ამარაგებს უმაღლესი კვალიფიკაციის კადრებით. ანუ იქ ჩინეთი დღეს აღარ არის იაფი მუშახელის ქვეყანა. დღეს ჩინეთი არის ძალიან მაღალკვალიფიციური მუშახელის ქვეყანა, მაგრამ ერთი რამე არის, რომ ყველა კვალიფიკაციის, ყველა სპეციალობის სპეციალისტი შეიძლება ერთ ქალაქში ნახოს. მოაგროვო ერთად. ხოლო აღარ მახსოვს ვინ თქვა iPhone-ების წარმოებელი სამუდამო ჩინეთში მე iPhone-ების წარმოებისთვის ერთ ქალაქში შემიძლია იმ ქალაქის ცხოვრებლებმა დავაკომპლექტო სრულად ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის საწარმო. მაშინ როდესაც ამერიკაში მთელი ორივე აღმოსავლეთ დასავლეთ სანაპიროზე უნდა ვეძებო და თუ ვიპოვე მე როგორ მოუყარო ამ თავიერთა. ანუ ეს არის განათლების სისტემა. განათლების სისტემა ანუ ეს უნდა იყოს ახლა თუ შეხედავთ საქართველოში განათლების სისტემას ასე ვთქვათ რა კვალიფიკაციის და რა კადრებს აწარმოებს. ახლა ერთი არის განათლების ხარისხის შეფასება, ეს ცალკე ოპერაა, საერთოდ ცალკე ამბავია, მაგრამ უბრალოდ რომ შეხედოთ პროფესიების მიხედვით გამოშვებას უმაღლესი სასწავლებლების და დასაქმებას. ეს არის ორი სხვადასხვა სამყარო. ეს არის სტრუქტურების შედარებისთვის იყენებენ ხოლმე ყველაზე უხეში კოეფიციენტია კორელაციის კოეფიციენტი. და ეს ორი სტრუქტურა არის ზუსტად საპირისპირო მიმართულებით, -1-ია კორელაცია. ანუ განათლების სისტემა ყოველწლიურად შტაბელებით უშვებს იურისტებს, ეკონომისტებს, რომლებიც მენეჯერები არიან, თუნდაც სადირექტორო, დაკავებული და არ არის მაგალითად აგრონომი, არ არის ვეტერინარი, არ არის ინჟინერი, არ არის მაღალი კვალიფიციის მუშაკი. ახლა გაიხსნა რაღაც სასწავლებლები, რომლებიც პროფესიულ მომზადებაზე მუშაობენ, სადაც ამზადებენ მაღალი კვალიფიციური მუშაკს. ეს უნდა იყოს ახლა მე დეტალები არ ვიცი ახლა სტატისტიკაზე თუმცა არ ამბობს, მაგრამ ის რომ დასაქმების სტრუქტურაში დრამატული ცვლილებები არის დასატარებელი, ეს ფაქტია. ამის შემდეგ ქვეყანას ალბათ აუცილებელი არის ამის პარალელურად დაიწყოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე ზრუნვა. ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა ჩვენს მოგწონს თუ არ მოგწონს, მაინც არის უფრო მომსახურების ეკონომიკა და არ არის რეალური წარმოების ეკონომიკა. რეალური სექტორი, ეკონომიკის რეალური სექტორის სტილი არის რაღაც 30%-მდე, საიდანაც 20%-მდე არის, 22%-მდე არის რაღაც. შეიძლება ხდებოდა, მაგრამ რაღაცა პროპორციებშია. დამამუშავებელი მრეწველობა თუ 27%-მდეა რეალური ეკონომიკა სულ. რაღაც 19%-მდე არის დამამუშავებელი მრეწველობა და 7-8% არის სოფლის მეურნეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა არის უფრო მეტად მომსახურების ეკონომიკა, ვიდრე მრეწველობის ეკონომიკა. საქართველოში რეალური ეკონომიკა არის განსავითარებელი აუცილებელი. აუცილებელი არის აი ამ რეალური ეკონომიკის განვითარებისთვის სპეციალური სახელმწიფო ღონისძიებების გატარება, ვინაიდან ამის თავისუფალ ბაზარზე მინდობა, როგორც მართლმორწმუნე ლიბეროიდები ამბობენ, ბაზარი თვითონ გაარკვევს, ამას ბაზარი ვერასდროს ვერ გაარეგულირებს და ვერავით ვერ გამისახელებს პლანეტა დედამიწაზე ისტორიის მანძილზე ვერც ერთ სახელმწიფოს, სადაც რეალური ეკონომიკის განვითარება
სახელმწიფოს ქმედითი ჩარევის გარეშე მოხდა. ეს უბრალოდ აუცილებელია, სხვანაირად ეს ვერ მოხერხდება. და ამისთვის აუცილებელია სახელმწიფო ღონისძიებების გატარება რეალური ეკონომიკის განვითარებისთვის, მაგრამ ეს როგორ უნდა გაკეთდეს ახლა? საქართველოში კი გვაქვს ამის გამოცდილება საბჭოთა პერიოდის ინდუსტრიალიზაციის, მაგრამ დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ცოტა განსხვავდება საბჭოთა პერიოდისგან და აქ თავარი პრობლემა არ არის ფინანსები. და ეს რაღაც ჩვენთან ესეთ დამოკიდებულებაა რაღაც უცხოური ინვესტიციები, უცხოური ინტერესები მოძებს ყოველთვის და მაგალითად ახლა ვიღაცა რო წვიდა რომ რკინიგზას თუ გავყიდით ეს იქნება ინვესტიციას, არ იქნება ინვესტიციას, იქნება რკინიგზის გაყიდვა და იქნება იდიოტი თუ გაყიდით რკინიგზას. ვინაიდან ეს არის ფოთის სპორტის მაგალითიც კმარა ამისთვის ხო? მაერს რო გადავაბარეთ. ბატონო, რა თქმა უნდა, ასაკურველია. და ესეთი საერთოდ ეს პრივატიზაცია და ეს ჩუბაის გაიდარის იდეოლოგიის მიმდევრები და ჩვენთან ბენდუკიძე იყო მაგის ადეპტი. ჩემთვის მაგალითად ბენდუკიძე არის ესეთი მარკერი არის. თუ ბენდუკიძეს დაიწყოს ლაბორატორიის დიდი მოღვაწე იყო და იმის კითხები აღარ მაქვს. ხო და ამდენად სწორედ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში აი ამ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების ხელშეწყობა. ამისთვის საჭირო არის ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა, ამისთვის საჭირო არის სპეციალური პროტექციონისტული თუ რაც გააქვს ესეთი საგადასახადო პოლიტიკის გატარება, როგორც ლიბერალური პარადიგმიდან უნდა გავუქმდეთ და ბიზნესმენის უცოძველობის დოგმატი არ უნდა ვაღიაროთ, რაც ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი დოგმატია ბიზნესმენის უცოძველობა. ბატონო და რო ვიცოდით რომ დღეს მე და თქვენ უნდა გვესაუბრა, ბუნებრივია ჩემმა გარემოც იცოდა ეს ყველაფერი და თქვენ რაზეც ახლა ისაუბრეთ, ძირითადი სამი კითხვა იყო გამსაზღვრელი ამ ჩვენი საუბრისა. მე გულისხმობ ჩემი მხრიდან. რაც ყველაზე მეტი ინტერესს იჩენს. და აი აქ ჩამოწერილიც კი მაქვს. და ეხლა თქვენ რო საუბრობდით, აქ მინიშნებები გავაკეთე, ანუ გამოვყავი ესე ვთქვათ. მიგრანტებთან დაკავშირებით ყველაზე მძიმედ აღიქმება ის, რომ როგორც თქვენ კარგად განსაზღვრეთ, ეს არის ვიდეო მასალა, რომელიც ქვეყნდება ფაქტობრივად ყველგან. ეს სოციალურ ქსელებში, მე მგონი ტელევიზიებშიც, მე არ ვიცი ხარ რომ ტელევიზიებში, მაგრამ YouTube და Facebook და ასე შემდეგ სავსეა, TikTok-ზე რო არაფერი თქვა. და აი აქ ყველაზე მძაფრად იყო გამოტანილი ბორჯომხარაგაულის ტყე-პარკი, რემონტთან ერთად ზაფხულის პერიოდში, რომ საპიკნიკე ზონებზე რო კარვები დგას და მეუბნებიან, რომ ეს არ არის 1000 კაცი, ეს არის ბევრად მეტი. იყო ასევე ერთი თვის წინ დავირუსებული ვიდეო, მე მგონი დიდი ღმის ზონაში იყო, როცა მოდი ესე ვთქვათ, არ ვიცი იმ პიროვნების ეროვნება, ამიტომ მოდი ესე ვთქვათ, არა ქართველი, რომელიც არეგულირებდა საგზაო მოძრაობას, იმიტომ რომ ეგ რაღაც თავშეყრის ადგილი იყო და კიდევ იყო ყველაზე მთავარი, აი რაზეც ხაზგასრაც ასეთ ხაზი გაუწთ, რაც ხაზგასმელი ის არის, რომ უცხოელი დეველოპერები, რომლებიც აშენებენ კორპუსებს და არაერთ ბინიანს. მე მგონი ბაზალეთის ობიექტიც იყო იქ ჩადებული. ამ რეკლამაში ჩვენი მოსახლეობა ხედავს იმას, რომ ფაქტობრივად ეს შენობა ნაგებობები, რაც ახლა აშენდება, ამის მომხმარებელი იქნება არაქართველი. თქვენ ნაწილობრივ ამაზე უკვე პასუხი გაეცით, რომ ეს არ არის ის პრობლემა, რაზე ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ, იმიტომ რომ ბევრად სხვა პრობლემებია, რომელიც ჩვენ ქვეყანას უფრო მეტად ჭირს, მაგრამ როგორ შეიძლება აი ამ დამდგარი პრობლემების ეხლა უკვე პოსტფაქტუმ
რეგულირება ან გადაჭრა. რას გულისხმობ? შეიძლება დაუშვათ სასაზღვრო რეგულაციები რიგი ქვეყნებიდან შემცირდეს. განათლების პროგრამით ვინც ჩამოდის იმას არ გულისხმობ. მე ვიცი რომ დეველოპერები არიან დაინტერესებული, იმიტომ რომ ესე ვთქვათ იაფი მუშახელია. მე ამასთან ერთად იმასაც ვამბობ, რომ მუშახელი იაფი კი არა, ქართველი მუშახელი აღარ არის და იმიტომ ჩამოყვავთ იქიდან, რომ ამუშავო, იმიტომ რომ მე ვიცი საწარმო ქარხნები, სადაც მართლა არ არის მუშახელი და ამიტომაც შემოყვავთ. და ინიციატორები არიან ამ შემოყვანის. და როგორ ფიქრობთ, აი ის კანონი, რაც ახლა საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო, ის საკმარისი იქნება? თუ ის უბრალოდ რაღაც ფისკალურ ეფექტს გამოიწვევს და მერე მაინც ისევე დატრიალდება ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ჩამოწერილი მქონდა და იმიტომ გაგისვით ესე. დავიწყოთ იმით, რომ ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვიდეოები არ არის სტატისტიკა. ეს ხნის მედია ეფექტს, ეს ხნის განწყობის ეფექტს და ამას ქვია აქციის პროექტირება. ამ შემდგომ თუ ლაპარაკობს უმკვლელობაზე, აუცილებლად მოძებნ მკვლელობას და იპოვიდა მოხდება უმკვლელობები და მხოლოდ აი ამ გარემოში იქნება მთელი შენი ცხოვრება თუ ეგრე გინდა. და ეს არის პირდაპირ მიფიქრება იქით, რომ აი რაღაც კატასტროფა არის. ვიდეოები არ არის სტატისტიკა. მეორე პრობლემა არის დასაკვირველია. პრობლემა არის და ამის რეგულირება ახლა რამდენად ვიცი რაღაც კანონი გამკაცრდა მაგაზე და სხვათა შორის სოციალურად დანიშნა წინასწარ რომ განმარტებები არ გაკეთდა, ნუ რაღაც ეს ნერვებზე მშლიან ეს ჩინოვნიკები ხოდნენ, რაღაც დაშტამპული ფრაზებით რომ ლაპარაკობდნენ, რაღაც გაუთხოვებული ფრაზებით, რა. როდესაც ამბობ გალფის ქვეყნებს, იქვე გააკეთო უნდა განმარტება, რომ ეს გალფის ქვეყნები არის. რას ნიშნავს ეს გალფის ქვეყნები? ეს არის არაბეთის გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, ომანი, სადაც არის დრაკონული სავიზო რეჟიმი. რომელიც ვიზის მიღებას არის ძალიან რთული რამ, ძალიან მკაცრი პირობებია ვიზის მისაღებად. ანუ ამ გალფის ქვეყნებში თუ ვიზა ჰქონდა თუ მიღებული, ანუ იმათი რეგულირების რესურსი გამოიყენე ფაქტიურად შენ. ესეთი რაღაც არის, რა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ რაღაც ქვეყნებიდან შემოსვლა შეიძლება შეზღუდოს ნებისმიერ ქვეყანას ქვეყნის სუვერენული უფლება არის და შეზღუდავენ და შეზღუდავენ კიდეც რამდენადაც ვიცი, რა. რაც შეეხება იმ ამბავს, რომ მუშახელის თვალსაზრისით. რასაკვირველია, საქართველოში უკვე ახლა რას ვილაპარაკე, დემოგრაფიული ზამთარები, რომ მუშახელი საკმარისი არ არის. ეხლა ჩვენ სამუშაო ადგილებს იკავებენ და ასე შემდეგ, უკაცრავად რა. სამუშაო ადგილებს, რომელ სამუშაო ადგილებს იკავებენ, მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს იკავებენ. რა, გლობალურ კურიერად იმდენად მუშაობა და ვერ დაიწყე? ხო? მე ვიცი რომ მე ეს რო ვიკითხე, უკაცრავად ნოდა რო გაწყვეტინებ, ვაკანსიები არის, როგორც ბოლოზე, ასევე გლოვზე. ანუ გადავსებული არ არის, წებით რას გულისხმობ. კი ბატონო. ხოლო რაც შეეხება ვიდეოების შესაძლებლობებს უნდები. ერთი ესეთი 90-იანებში გამოვიდა, ეს მოთხრობა იყო, აღარ მახსოვს, ვაშინგტონის თუ ნიუ-იორკის ამბავი იყო აღწერილი. თუ ჩიკაგო, ზუსტად აღარ მახსოვს ქალაქი, მაგრამ იდეა გასაგებია რა. ერთ-ერთი გაზეთის 40-იან წლებში ხდებოდა ეს ამბავი, ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორმა დაიბარა კრიმინალური რეპორტიორი და შეახურა, რომ სად არის ამის სიუჟეტი, გაზეთი არ იყიდება. წავიდა ეს რეპორტიორი პოლიციელების ბარში, ეს არის სუფთა ეს უარყოფითი სელექციის ნიმუშია. პოლიციელების ბარში ჩამოვიდა და მოусმინა პოლიციელების საუბარს, რომ პოლიციელი რაზე ელაპარაკებს. პოლიციელი ლაპარაკობს იმაზე, რასაც ყოველდღიურად შეხება. ფარდობითად პოლიციელთან არაკრიმინალ მოქალაქეს პოლიციელთან შეხების ალბათობა დაბალი აქვს. პოლიცია უფრო კრიმინალური ესე ვთქვათ, მიდრეკილების მოქალაქეებს ხდებოდა.
ეს ხალხი ამაზე ლაპარაკობდნენ. ეს პატუცემული ისმენდა, ამას ჩაიწერა ყველაფერი, გამოაქვეყნა მეორე დღეს თავის გაზეთში და რაღაცები ანშლაგით რაღაც შემზარავი მკვლელობა ბრონქსში, აქეთ მოკლედ მეორე გაზეთმა იმავე ქალაქის დაიბარა თავისი კრიმინალური რეპორტერი. აგერ იმან ნახა და შენ რატო ვერ ნახე, შედეგ რატო არ ეგენევა ჩვენი გაზეთი. ის მეორე ბარში წავიდა და პოლიციას მოწმიდა. ზოგადად აი გაზეთების აი კრიმინალური რეპორტერების ისე გამოუცხადებელი კონკურენციის პირობებში შეიქმნა ატმოსფერო, რომ ქალაქი წალეკა კრიმინალმა. გაზეთებიდან და ასე შეშფოთებულმა ქალაქის მერმა დაიბარა პოლიციის უფროსი. და აქ შემოდის ამას სცენაზე მისი უდიდებულესობა სტატისტიკა, რომელიც არის საზღვარი დისციპლინა და რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არანაირი ემოცია, ისე შვიდად წყნარად ვაშენებლები დაქიმის პოლიციის უფროსმა ქალაქის მერს უცხოება. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მაჩვენებლები არის ზუსტად იმ ნორმაში, რა მრავალ მილიონიან ქალაქში რაღაცა ყოველთვის მოხდება რა. და ნუ შემდგომ იყო ამ ამბავს და აღმოაჩინეს რომ ეს იყო ეს ორი რეპორტიორის ესეთი გამოუცხადებელი შეჯიბრება იყო მთელი ამ ალიაკოთის მიზეზი. ხოლო ეს ვიდეოები ზუსტად იმავე ტრენდში ზის და შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგიც ჰქონდეს. ახლა ეს მაგალითი რომელიც ახლა მე მოვყევი ეს ხდება 40-იან წლებში. როდესაც კომუნიკაცია შედარებით მაშინ ხალხი ჯერ კიდევ კითხულობდა და მაგასთან დაკავშირებით თქვა სორენ გერგიგორმა რომ ეშბერგის სტამბის მელანში ცხოვრობს და ეხლა რომ იყო სოციალური სორენ გერგიგორი იტყოდა რომ ინტერნეტში რომელიღაც სერვერზე ეშმაკიო რაღაც ეგეთი. ხოდა ეხლა როდესაც მსგავსობამდეა გაიოლებული კომუნიკაცია. ეხლა ესეთი ემოციური ტალღის აგორება გაცილებით გაძვილია და შედეგი გაცილებით დავანგრებელი და მძიმე შეიძლება იყოს. ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა იყოს სადაც ასეთ რამეს გააკეთებინა. ბატონო და აქ მე გუშინ ესეთი მოკლედ შემოსული კითხვებიდან კუმშავდი ხო მიმხდით, იმიტომ რომ ვიცი რომ ყველაფერზე პასუხის გაცემა რთულია, მით უმეტეს როცა ერთ გადაცემაში გსურს. თუმცა შეიძლება ეს როგორც ციკლი ისე შემოვიყოთ, იმიტომ რომ მიმდინარე საკითხები კიდევ ბევრი იქნება. აქ ყველას აინტერესებს ნამდვილ ქართველებს გულისხმობ, ანუ იდეით ქართველებს. ოჯახური ძალადობის კანონს როდის გააუქმებსო საქართველოს ხელისუფლება, იმიტომ რომ აქ მე ადამიანი ვერ ვნახე, ვისი ახლობელი ან ნათესავი ან ოჯახის წევრი არ იყო გარეული აი ამ უნებლიეთ ამ კანონის მოქმედებაში. თუ იცით რა თქმა უნდა მე ახლა ხელისუფლება როდის აპირებს ამას ეგ ხელისუფლებაში უნდა იყო როდის მე რომ ვკითხო მე მაგას თავიდან არ შეეხება გაუქმებას ჩემი აზრით ეგ დაუყოვნებლივ გასაკვირველია ნებისმიერი ძალადობის საწინააღმდეგო კანონი უნდა მიიღო და უნდა იყოს აუ ძალადობა არ არის მისაღები მაგრამ რაღაც აი ამის ოჯახურ ძალადობას რაღაც თავი გამოყოფა და ეს ამას აქვს ესეთი კაფეოდ განსაზღვრული მიზანი ეძებებს ძალადობის შემთხვევები ოჯახში და რასაც ეძება აუცილებლად იპოვებია მეზობლის ჩვენებები ყოფილა თორმე აქტუალური ისეთ რაღაცები არის რომ პრესაში ნახავ და ნახავ საქმეები მე არ მინახავს მაგრამ გამიგია ბევრი ყოველ შემთხვევაში რა აი ერთ-ერთი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემწყობი კანონი. აი ამ ოჯახური ძალადობის კანონმა, როდესაც დაიწყო უბრალოდ ახლა ვერ გაჩვენეთ ამ ფინალ დიაგრამას, მაგრამ 2014 წლიდან დაიწყო ეს ციცაბო აღმართია რა. გასამართლებულთა რაოდენობის დინამიკა და შესაბამისად ზუსტად კვეთრად შეხვედრი მიმართულებით მოდის ქორწინებების სტატისტიკა. ანუ ამან ქორწინებაზე უარი ეთმოვინა ბევრს რომ შარია რა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და ამიტომაც
არ ვიცი, ის გაუქმება, მაგალითად დღესვე გავუქმდი მაგაზე, კიდევ რამდენიმე კანონია. საერთოდ ბევრი კანონია მიღებული ისეთი, რომლებიც კონიუნქტურული კანონებია და მათ შორის არის ესეთი ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასე ისეთი რამეები, რომლებიც არათუ გასაუქმებელი, არათუ ესე ვთქვათ, საკითხავი და გასახელველი, რა პირდაპირ გასაუქმებელია. ბატონო და მე ისიც გავიქედი. ჩემი ხმა შემოდის. კი. ისმის. ესე იგი, ყოფილა ასეთი რამ, თურმე არ ვიცოდი იმით ხრეს, რომ თუ დაუშვათ დაფიქსირდა კეთილმოსურნე მეზობლის მიერ დასმენა კონფლიქტისა, საქმე აღიძრა და ამ დროს მიდის მეუღლე ქალბატონს გულისხმობა და ცდილობს რომ გამოიტანოს ეს საქმე, რომ გაუგებრობა იყო და არა არაფერი. თურმე ამ დროს ეს ქალბატონიც ხდება განხილვის თემა. ანუ მაზეც ვცელდება გარკვეული კანონი, ანუ ადამიანს არ აქვს გაყანის უფლება. ეს დეტალები არ ვიცი, მაგრამ აი შით ევროპულად მოღრეცილ წინებში შეიძლება დაიბადოს ეგეთი და უარესი რამე. არ ვიცი ხო, ეს დეტალი არ ვიცი, მაგრამ სავსებით შეიძლება იყოს, რა. ვინაიდან საკანონმდებლო აბსურდები, ეხლა თქვენ ამერიკაში ვზანდები და ევროპაში, აი საკანონმდებლო აბსურდების მან მთელი ის არის, რა, შტაბელებია. და მანდედან არის გადმოწერილი ეს ასე რომ სრულიად შესაძლებელია რომ ეგრე იყოს. და ეხლა დემოგრაფიაზე მინდა გითხრათ, რაც თქვენ კარგად აღნიშნეთ, რომ იმიტომ არ ქორწინდებიან, რომ პირველი განსაზღვრელი წინაპირობა არ არის ფინანსური მდგომარეობა. აი მაგალითად მე ევროპაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთადერთი არ არის. აი მაგალითად რახან ამერიკა ახსენეთ და აქაური ყოფა მე გეტყვით ეს მაგალითად აქ როგორ არის ევროპაში არ ვიცი მაგრამ პლუს მინუს ალბათ იქაც ეგრე იქნება აქ დაოჯახების საშუალო პერიოდი არის 40 წელი 40 წლამდე არავინ არ აპირებს დაოჯახებას და 40 წელი ბატონო აქაც ეგრეა ქორწინების პირველი ქორწინებით ეხლა რო ახსენეთ რომ აქიდან წამოვიდა ალბათ და დიდი ალბათობით ასეა გუშინ მე ნუკრისთან საუბრობდი იქაც უამრავი ტრენდი არის უკვე ავტომატურად მაგადმოსული 40 წლის ასაკამდე აქ წყვილები ქორწინებას არ ახდენენ და ნუ ყველამ ვიცით რომ 40 წლის მერე ბავშვის დაბადება შეძენა თუ როგორც არის მშობიარობა ქალბატონის არ არის ადვილი ამბავი და შემდეგ ამაზე ფერტილური ასაკი არის 16-დან 59 წლამდე. და ამას ბევრი გაურბის, ანუ ამ პრობლემებს, იმენ რომ მოკლედ პრობლემად მიაჩნია და აქედან დაიბადა ეგეთი ცნება არის ამერიკაში child free მოძრაობა. ანუ მოძრაობა ისე რომ ჩვენ თავს უნდა ვეკუთვნოდეთ, მე და ჩემი მეუღლე უნდა მივცადეთ ერთმანეთს სიყვარული თუ რაღაცა თვითრეალიზების საუნარი თითქოს ოჯახში ეთყობა ჩვენ ვგურნავთ ერთმანეთს და მოკლედ და არ იყო გასული 10 წელი რომ უკვე მსგავსი რამ ესმოდა საქართველოსთან და მივდივარ ყველაზე მტკივნეულ მომენტამდე აი თქვენ ახსენეთ და განათლება აი ეს ბოლონიის პროცესი როგორც საზოგადოებაში ცნობილია განათლების ბოლონიის პროგრამა რომელიც რეალურად არის ბოლონიის პროცესი, რომელსაც ჩვენ საქართველოს შეუერთდით და შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მე როგორც ვიცი, ჯერ კიდევ საქართველოში ბოლონიის პროცესის ქვემდებარე მუხლებით არის მთლიანად განათლების სამინისტრო. აი ამას რა შეიძლება. მე ვიცი რომ თქვენ მინისტრთა კაბინეტის წევრი არ ახართ, საუბრობაში ახართ, მაგრამ რახან ესე საინტერესოდ გაშალეთ ეს თემები ზუსტად დაერთხვა იმ შეგროვებულ ჩემს მიერ კითხვებს და მოდი ამაზეც ვთქვათ რა ეშველება ამ ბოლონიის განათლების სისტემას. ბოლონიის პროცესი არის ეს პროცესი განათლების სისტემა რომლის დროსაც სკოლაში თავარი არის არა მასწავლებელი, არამედ ადმინისტრატორი და მაგალითად ეხლა მე
მასშტაბების ოჯახში ვარ, გაზელება ამაჩემ გეჩემ და მასშტაბები იყვნენ და ძალიან მაღალი კლასის მასშტაბები. და თვითონ მე სკოლაში როდესაც სწავლობდი და სამი სკოლა მაგავსული და სამი სკოლაში უმაღლესი კვალიფიკაციის მასშტაბები. იმ კვალიფიკაციის მასშტაბები მე დღეს არ ვიცი, აღარ ვიცი არიან თუ არა დარჩენილი. რამდენიმე ვიცი ჩემი განაკლასელები არიან მასშტაბები და ისინი ვიცი რომ მართლა მაღალი კლასის მასშტაბები. მაგრამ აი ეს სისტემა ჩვენთან იცით რა არის აი განათლება და ჯანდაცვა ბოლონის პროცესი და აი ნეოლიბერალურ პარადიგმაში განიხილება როგორც მომსახურება. როგორც არის მაგალითად თვლის შეჭრა, ფეხსაცმლის რემონტი ან რაღაც ესეთი რა. მაგრამ განათლება ეს არის ეგზისტენციალური უფლება. და ჯანდაცვა არის ეგზისტენციალური უფლება და არა მომსახურება. მასწავლებელი არის ცოტა სხვა ფიგურა და არ არის მაგალითად, ყველა სტატუსზე, მაგრამ არ არის მაგალითად პარიკმახერი, რომელსაც მიხვედეთ მას შეიჭერა. ხო? განათლების სისტემიდან დღეს რაც არის, ხო? მთლიანად ამოღებული არის აღზრდის ელემენტი. და არის დარჩენილი მხოლოდ ინფორმაციის ცოდნის გადაცემის კომპონენტი და ის რა ცოდნის ეს კიდე თავი ამბავი. მაგრამ აი ხოლო მომსახურებას ეწევა სკოლა რა, რომ გადაცემს ცოდნაზე. მე ცოდნა შენ ტროტილის ასაფეთქებლად გამოიყენებ თუ სახლის ასაშენებლად ეს შენი საქმეა. აღზრდის ელემენტი არის ამოღებული საერთოდ განათლებიდან. ამიტომაც არის რომ ჩვენი განათლების სისტემა შტაბელებით ამარაგებს ყოველდღიურად არაკვალიფიციური, დაბალმოტივირებული კადრების შრომის ბაზარს და განათლების სისტემა აღზრდის საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს განათლების სისტემა უნდა ზრდიდეს საქართველოს მოქალაქეს. ამერიკის შეერთებული შტატების განათლების სისტემა უნდა ზრდიდეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს და ასე შემდეგ. ჩვენთან მსგავსი რამე არ არის. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ეხლა რა შეიძლება ეშველოს ამას ამის კიდევ მეორე ამ სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი რა. ეს სისტემა არის თავიდან გადასაგდები და ახლიდან ასაშენებელი. მე თუ მკითხავ საერთოდ აი ამ სისტემიდან არის რა შეიძლება გამოდის რა. ხოლო ის რომ მაგალითად განათლების საბჭოთა სისტემა იყო ერთ-ერთი უძლიერესი სისტემა, ეს ფაქტია. ეს აჩვენებების პრაქტიკამ და აი ეს მოდელი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი არის რა. სახელმძღვანელოები უნდა იყოს აუცილებლად ერთიანი, მასწავლებლების ხელფასი უნდა იყოს მაღალი, მაგრამ მარტო ხელფასი არ უშველის საქმეს. ეხლა დღეს მაგალითად ხელფასები არჩევი გაუზარდოთ მასწავლებლებს, თუ მასწავლებლების კვალიფიკაციას ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ არის. ეხლა მაპატიეთ, მაგრამ საქართველოში გავრცელებული განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ძირითადი შემავსებელი აი ჩემთვის ყოვლად მიუღებელი აი პოლიტაქტიურობის არის მასწავლებელთა კლასი. ძალიან ძიმე არის ჩემთვის ამის აღიარება, მაგრამ ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა, ეხლა რო არ მივიტანოთ დარტყმა მასზე, ჩემთვის აპატივცემულომ, რომ მან ნახა სტატისტიკა საერთაშორისო კვლევების, სადაც საქართველოს სკოლის მოსწავლის ასაკზე იყო საუბარი, საკითხული შინაარსის გადმოცემის უნარი ქონდა ყველაზე დაბალი მე მგონი ევროპის ზონაში. ეს მივთვლი რომ პრობლემაა, ისეთი პრობლემა, რომ ყველაფერი უკან მოგჩება. მართლა ვამბობ, იმიტომ რომ მე რასაც ვნახულობ ახალგაზრდებს, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას აჟღერებენ და უნდა გამოვიდნენ, უნდა იყვირონ, უნდა გააპროტესტონ, მაგრამ აი ეს მრავალხმიანი დედის გინება 18 წლის გოგო ბიჭების მხრიდან ჩემთვის უკვე ნიშანი იყო იმისა, რომ უბრალოდ საკითხული შინაარსი კი არა, ახმადობა აქვს დაკარგული.
და ეს ყველაფერი არის განათლების ბრალი და სხვა არაფერი. გასაგებია. 2000 წლიდან ის ტიპები მრავალხმიანი გინებით ის გამოირჩევიან. ისინი პროდუქტები არის. ისინი მაგას ვამბობ ზუსტად. მაგას ვამბობ ზუსტად ხო. და თქვენ როგორც სტატისტიკოს გეცოდინებათ, დონალდ ტრამპმა განათლების სისტემა სერიოზულად დაარტყა. იმდენად დაარტყა, რომ ცენტრალიზებული მოშლა უნდა. ჯერ ბოლომდე ვერ მიიყვანა და უნდა რომ შტატების დონეზე დაიყვანოს. მაგრამ აქ ხაზგასმელი იცით რა არის, რომ პროფესიული განათლების დონის აწევა უნდა. ანუ ჩვენ ერთი თაობის ვარ და გვახსოვს, რომ იყო ეგეთი სასწავლებლები პროფტექნიკუმები, რაც იყო საგინებელ სალამსგავითო სკოლიდან რო გაუშვებდნენ 8 კლასის მერე მიდიოდა პროფტექნიკუმში, იმიტომ რომ ну, машин სხვა მოცემულობა იყო და სხვა სოციალური ფონი იყო და აი აქ და ამ დროს ეს პროფტექნიკუმები, ჩვენ რომ машин ეს რაღაცას გირგილებდი, პროფტექნიკუმები ამზადებდნენ მაღალი კვალიფიკაციის ელექტროშემგებლებს, ინკალებს, ხარატებს, დურგალს და ასე შემდეგ. აი ეს იმის პასუხად, რომ თქვენ რომ ბრძანეთ, რომ ბატონ ტრამპს რო უნდა ინდუსტრიალიზაციის გაკეთება, თუ ეს მორიგი ფარსი არ არის. ზუსტად იცის ეთყობა მან, რომ უბრალოდ მუშახელი არ არის, იმიტომ რომ აი ეს ქართლები რო გამოიტანო, ვიღაც ხონდა დააყენო მართლა და ამუშაო. იმიტომ რომ ამერიკის ეკონომიკა, თქვენ ხო იცით როგორ არის? ამერიკის ეკონომიკას ქმნის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპირო შტატები. დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპირო შტატებში არის ინტელექტუალური მუშაკი ისიც შეზღუდული ფინანსურ აფიორებზე, მოდი ესე ვთქვა, პირამიდის შესწავლაზე. კაც ვერ ნახავთ, რომელიც დაუშვათ კალამს ახურავს მოხდის და მერე დაახურავს. რა თქმა უნდა, ვუტრირებ, მაგრამ ყოფაში ასეა. და აი ეს ჟანგიანი ამერიკა, იქ, ავიც, ხორბლისა და საქონლის მოყვანისმეს უკვე მეც ვერაფერს ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ თავის დროზეც არაფერს არ აკეთებენ, იმიტომ რომ ამერიკის გონი და ტვინი გინდა ინდუსტრიული და გინდა მეცნიერული იყო სილიკონ ვეილი კალიფორნიაში და იყო ფინანსური ბუფერი ამერიკისა, რომელიც არის აღმოსავლეთ სანაპიროში, მანჰეტენზე, უოლ-სტრიტზე. არც ერთი მუშაობს ახლა, არც მეორე მუშაობს. და გამოდის პრეზიდენტი ამხელა ქვეყნის და ამბობს, რომ მე მუშა მჭირდება მარტივად. ხელოსანი, მუშა არა, მოდი ესე ვთქვათ, ხელოსანი მჭირდება და ტექნიკურ განათლების დაფუძნება უნდა სახელმწიფო დონეზე ფედერალური დახმარებით. ხვდებით? ზუსტად იმიტომ რომ Make America Great Again. იცის რომ მაგის საფუძველი არის ის ხალხი. ხელებს დაკოჟრილი ხალხი იყო Make America Great Again. ეხლა როგორ არის, იცით? რატომღაც არ უყვარს ხოლმე პარალელების გავლენა, მაგრამ ლიტერატურა ძალიან მაგარი არის. ახლა მაგალითად ამერიკა თუ გინდა კარგად გაიცნო, 4 ავტორი არის, რომელიც უნდა წაიკითხო ჩემი აზრით, რა. ილფიდა პეტროვის ერთსართულიანი ამერიკა აუცილებლად უნდა წაიკითხო გვერდიდან მაყურებელი ადამიანის შეფასება თუ გინდა იცოდე. აუცილებლად უნდა წაიკითხო ნათანიელ უესტის დიდი 1 მილიონი, ანუ ლემუელ პიტკინის 100 დაკრა. აუცილებლად უნდა წაიკითხო რობერტ პენუორენის მთელი სამეფო დასი, პოლ კინგსმენი, ზაკარელევსკაია რაიტ. აუცილებლად უნდა წაიკითხო ჯონ სტეინბეკის ბიუნარების თეორია. ძალიან კარგი რომ ეს ჩამოთვალეთ, იმიტომ რომ იქნება ეს 4 ავტორი არის, ჩემი აზრით, ამერიკაში. ეს ნიშნავს ვარდა ჯეკ ლონდონი არ უნდა წაიკითხო და ჰემინგუეი არ წაიკითხო. ეს 4 ავტორი აუცილებლად უნდა წაიკითხო, არხი გაიგო რა არის ამერიკისა. მე ისიც გასაგები იქნება თუ რატომ აკეთებს აქცენტს დონალდ ტრამპი ამ ტექნიკურ განათლებას. იმიტომ რომ რეალურად ამერიკაში შეიძლება მუშახელის პრობლემა რეალურად დგას ამერიკაში. ეხლა როდესაც მიგრანტებს ესეთ ამბებია, დარწმუნებული ვზანდებოდით, რომ მან ვინც არიან მიგრანტები, რომლებიც რეალურად მუშაობენ და ეგ რაღაც ნარკოვაჭრობაში და რაღაც ეგეთ შეარულებებში არ არიან ჩართული, იმათ არავინ არ შეეხება. ეგრეა, მართლა ესეა, მე მაგის მოწმე ვარ აქ. ეგრეა. კალიფორნიაში მაგალითად რო დაიწყო პირველი გასახლება მიგრანტების,
ფერმერებმა ის მოაწყეს, რა ქვია, პეტიციების შეგროვება დაიწყეს, რომ ფორტოხლის და ვაზის მართლა ესე იყო და ბაღჩეულობას პრობლემა შეექმნა. არც ეგ არის და ბატონო და რომ დავარეზუმოთ ჩვენი საინტერესო საუბარი, თავი ყველაფერი არის სახელმწიფოს მართვა და სახელმწიფოს მართვაში ყოფი გუნდის სურვილი და ნება, რომ სახელმწიფო გადაიყვანონ სწორ რელსებს. იმ დაგროვილი პრობლემების გამოცდილების შედეგად გააკეთონ სწორი არჩევანი, რაც 35 წელია ფაქტობრივად საქართველოში ხორციელდებოდა. და როგორ ფიქრობთ, არჩევნებიდან არჩევნებამდე ამის გაკეთება ხო შეუძლებელია და ეხლა ველოდებით 28 წლის არჩევნებს, იმიტომ რომ ადგილობრივ არჩევნებზე კი ბევრი დამწყდება, ელემენტარულად ქალაქის მერებს ირჩევენ და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქალაქებს თავიანთი ბიუჯეტი აქვს და ვინ როგორ განკარგავს, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რატო დავიწყე აი ეს თემა, რატომ მინდა რომ ამით დავასრულო. როცა 28 წელს არჩევნები იქნება, აი იმ შემდეგი მოწვევის პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე, რაც ჩვენ ჩამოთვალეთ, ეს საკანონმდებლო თავები, ეს ხო შესაძლებელი იქნება. ამას ხო ჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა. ხო, და რატო ვთქვი კონსტიტუციური, იმიტომ რომ კონსტიტუციიდან არის ამოსაშლელი ბევრი რა. და ამასთან დაკავშირებით რას იტყვით, თქვენი პროგნოზი როგორია, ან მაგალითად სურვილი როგორი იქნება. პროგნოზი რთული ამბავია და როგორც ამბობენ, არამადლიერიაო, თუ როგორც რუსულად კი ვიცი, ქართულად არ მითხრა. ხო, ნიბლაგადარმეძიალა როგორც იტყვია. ხო და უმადური საქმეა და მოლოდინების თავი დავანებოთ, აი რა იქნება თქვენგან დაუშვათ სასურველი შედეგი. ან რჩევა თუ ვინმეს შეგიძლიათ რომ თქვენ და თქვენი კატეგორიის სპეციალისტებმა რომ მიაწვინოს, მაგრამ აი რა უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ 28 წლამდე უცებ გავა ეს დრო და დავდგებით კიდე მერე შემდეგ ახალ მოცემულობების წინაშე და ეს ტრაგედია გადავა თაობიდან თაობამდე. ოღონდ რამდენიმე საკითხს გავუსვა ხალხს არსებითი გვას არის რა, ბოლო 35 წელია ანუ 91 წლიდან მოყოლებული ჩვენ ცხოვრობთ ნეოტროცკისტურ პარადიგმაში. მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, ეს არის რა პერმანენტული რევოლუცია. ანუ ნებისმიერი მოსული ახალი პოლიტიკური ძალა თავის პირველ მოვალეობას მიიჩნევს წინა პოლიტიკური ძალის მიერ გაკეთებულის განადგურებას და ყველაფერს სუფთა ფურცლიდან დაწყებას. სუფთა ფურცლიდან არაფერი არასდროს არ იწყება. ჩვენ ყველა მოვდივართ წახსულიდან. მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, ეს ესეა. ანუ ეს ნეოტროცკიზმი რაში მდგომარეობს? პერმანენტული რეფორმების და მუდმივი გარდაქმნების და მუდმივი რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ რა. ნებისმიერი ვინც მოდის შემდგომ ყველა თავისი პატარა ტროცკისტული სამუხი აქვს შექმნილი თავის გარემოში რა. ნებისმიერი მინისტრი იქნება, სამმართველოს უფროსი იქნება თუ ვინ იქნება, რომელიც მოდის თავისი გუნდით და წინა გუნდის დაწყებულ საქმეს კი არ აგრძელებს. ის რაღაცა ახალს იწევს. და შედეგად ვიღებთ არა ესე თქვათ მათემატიკურად ვთქვათ თანხმდრო ვექტორებს, არამედ ვიღებთ რაღაც ბროუნის მოძრაობას, რომელიც ჯამში არის ერთ ადგილზე მოდიალ და ერთი ადგილის კეპა. ეხლა ამ ბოლო წლების განმავლობაში უკვე 13 წელია ერთი პოლიტიკური ძალა არის, მეტნაკლებად რაღაც რნევები არის, ხო, მაგრამ აი ეს პოლიტიკური ძალა არის მართველი. და შედეგი უკვე შედეგი სახელია, ბევრი მიმართულებით რა. მეც უმეტეს რომ ეს პოლიტიკური ძალა შეიძლება არც საუკეთესოა, არც ყველაზე უარესია, არის ჩვეულებრივი თავისი შეცდომები, თავისი მიღწევები, თავისი და არის ყველაფრით და აი ეს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ასე შემდეგ ეს ყველაფერი აშკარად სახეზე არის.
არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს პოლიტიკოსი. მართველი და პოლიტიკოსი იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ მართველი ცხოვრობს ძელვადიანი პერსპექტივებით და პოლიტიკოსი ცხოვრობს არჩევნებიდან არჩევნებამდე ციკლით და აინტერესებს ყველაფერი ის, რაც რეიტინგს უმატებს. ანუ თუ ეს მართველი პოლიტიკური ძალა ეს იქნება თუ აი მომდევნო არჩევნებზე მაგალითად, ხო? ჩემი აზრით აუცილებელი არის განისაზღვროს ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებები, ვექტორები, მაჩვენებლებში გამოხატული მიზნები, მისაღწევი მიზნები. შემდგომ ამ მიზნის მიღწევის გეგმები. დაწერილი პროგრამაა საჭირო ქვეყნის განვითარების. ამას ვიზახი ყველგან, ეს არის აუცილებელი. და რაც ყველაზე მთავარია, მონიტორინგის და შეფასების სქემა. კონკრეტულ მაჩვენებლებში გამოხატული მონიტორინგის და შეფასების სქემა. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარების პროცესი იყოს მუდმივად, ასე ვთქვათ, თვალწინ რა, რომ ვიღაცა ვიღა გადახვევა არ შეძლოს, ან გადახვევას თუ აპირებ არგუმენტები მოიწა რა, ასეთი უნდა იყოს. ხო, მაშინ ასეთ შემთხვევაში თუ ასეთი გეგმა ექნება, ეს გეგმა მიღებული იქნება ხალხისგან, უკვე ასეთ შემთხვევაში უკვე ცოტა ძნელი არის მისგან გადახვევა და ასეთ შემთხვევაში უკვე პოლიტიკური ძალის სრულილებაც ნაკლებად ტკივნეული შეიძლება იყოს. ჩვენ დღევანდელ შემთხვევაში ახლა მაგალითად აი საშუალო ფენის ეს გავაკეთე შეფასება და ანალიზი და ძალიან სერიოზული არის პროგრესი და ასე შემდეგ ახლა ეს სამი ამბავია უწევთ ამას ვერხი მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა რა არის? გადასარევი შედეგებია მიღწეული, მაგრამ უსაფრთხოების ბალიში არის ძალიან მცირე. და ერთ საშუალო დონის მონდიორი ჭირდება, რომ ფაზა მინუსი პლუსი მინუსზე შეცვალოს, რომ ყველაფერი წავა ისე ნაცარდება. რა? ამაში ეს. განვითარების სტრატეგიული ვექტორის შემუშავება და მე ამაზე მიყოლა. ანალიტიკა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმით, რომ როგორ დაგვერხა ეს უაღწევს, რა. თან დაგვერხა თუ არა ეს თავია კიდევ იმიტომ რომ შედარებითი აღარა. ანუ მომავლის გზებიც უნდა იყოს ხო დასახული წავე. თავისი ღონისძიებებით, თავისი მაჩვენებლებით, როდის გამოჩვენებელი უნდა იყოს მიღწეული და თითოეულ ანგარიში თითოეულ ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს მის შეფასება. რას მივახციეთ, თუ ვერ მივახციეთ, რატომ ვერ მივახციეთ. ბატონოდარ, ძალიან დიდი მადლობა. ჯერ თქვენ რო ესე ამომწურავად ისაუბრეთ, მე აქ დაგროვილი კითხვებით აღმოჩნდა რომ ზუსტად თანხლები ყოფილა და იმაზეც რომ ესეთი კარგი და განმარტებითი პასუხი მოგვეცით. ჩვენ ყველას, ვინ ჩვენ გვისმენს და მე იმედი მაქვს რომ ამ ვიდეოს ნახვის მერე როგორც ხდება ხოლმე ეს გავრცელდება და რაც შეიძლება მეტი ხალხი მე ვისურვებდი ამას რომ მეტმა ხალხმა ნახოს ეს ყველაფერი მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას. გარდა კრიტიკისა, კრიტიკა ბუნებრივია, მაგრამ ადეკვატურობაც ხო არ უნდა დავკარგოთ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა და აუცილებლად გელოდებით შემდეგ გადაცემებში, იმიტომ რომ ყველა რესპონდენტთან ესე ვასრულებ, რომ ესეთ ძალიან აქტიურ ფაზაში შევდივართ გეოპოლიტიკურად და ბუნებრივია სტატისტიკა როცა აპოკალიფსი ყოველდღიური გაზეთების საკითხავი. ნამდვილად ასეა და სტატისტიკოსის აზრი ამ ყველაფერზე ბუნებრივია მნიშვნელოვანი იქნება. ასე რომ გემშვიდობებით, ოღონდ დროებით, თემები იქნება ბევრი განსახილველი, ბევრი იქნება კლავე თემები და მე მოხარული ვიქნები თუ თქვენ კლავ გვესტუმრებით. დიდი მადლობა.